ჩვენი სტუმარია მწერალი დათო ტურაშვილი. მოგესალმები დათო. მოგესალმებით მადლობა სტუმრობისთვის. მე გამიკვირდა რომ გავიგერო მე არ გიყურს ახალი წელი. რატო? რა ხდება მითხარი? ვერ ვიტყვი არ მიყვარს, მაგრამ ნუ არც გიждები და საერთოდ ეთქო ბავშვობიდან აქ რაღაც პრობლემა კოლექტიურ დღესასწაულებთან. ხო, ვერც ვიხსენებ აი ბოლოს ოდის გამიხარდა ახალი წელი. კოლექტიურ დღესასწაულები არ მიყვარს. უბრალოდ ამის ხაზგასმაც არ მიყვარს, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს უხარია და აქვს იმედი რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება ესა ისა და ხა ამდენ გახარებულ თანამემამულეს რო ხედავ სიამოვნებს და მე რა თქმა უნდა არ იღებ მონაწილეობას. აი ჩამიulis აი რას აკეთებ ხოლმე რომ აი არაფერს არ ვაკეთებ. მუშაობ, ახალწელს მიყვარს ხო იცი აი ცოტა უცნაურისა ვებიაჩი მეუნებოდა ხოლმე ბავშვობაში მახსოვს რომ უღმართ მეძახდა რა და მე მეგონა რომ ეს იყო რაღაც მეტაფორული გამოხატულება რაღაც ჩემი ყოფაქცევის ადამიანი. მე აღმოჩნდა რომ მართლა უგუღმა ვარ დაბადებული. აი ყველაფერი უგუღმა მწირს კი. აი რასაც ხალხი სადაც ზეიმოუს და დღესასწაულს იქ ვარ ყველაზე სევდიანი. ახალწელს ვარ ყველაზე სევდიანი. სულ აი ესეთი სევდიანი ამბები მახსენდება. ასეთი უცნაური და სიუჟეტში იყო ნათქვამი რომ რა თქვა ერთგვარი ღირებულებების კომერციალიზაცია ხდებაო, რაღაცა ის გემოეკარგებაო ამ ყველაფრითო აი როგორ უყურებ რაღაც კარგად მოვეწყობე რა. რა იკარგებაო? აი ღირებულებების კომერციალიზაცია ხდება, აი გემო და თქვა რაც ემოცია უნდა მოყვეს ამ ახალწელს გულწრფელი, ეს დაკარგულიაო და აი ამ დღევანდელ რეალობაში. ფარსია მოკლედ დღესასწაული. ხო ისი როგორ არის ხომ? აი ახალწელს აი ამდენი მიფიქრია მაგაზე და აი რამდენი ადამიანი ხო ვერავის ვერ აუგზავნა ხო სიხაოს ან იმედი შულს ხომ რომ ადამიანებს ბევრ ადამიანს გონია რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლო მხოლოდ იმის გამო რომ ახალი წელი დგება და ნუ სიამოვნებაში ხო ის ბედნიერება, წარმატება, სიხაული არის ძალიან ინდივიდუალური და მარტო შენზე დამოკიდებული და რა ნაძვისქვეც არ უნდა დაგიდგან და რა ვიცი, რა ზემიც არ უნდა მოგიწყო ქუჩებში და არაფერი არ შეცვლის შენ ცხოვრება შენ თუ არ მიიღებ ამის გადაწყვეტილებას და რამდენჯერ მქონია რომ აი პირველ იანვარსო აი ნეიტრონის ბომბები ჯვარი წერია რომ ხო იცი განკრავიოა ხალხი განადგურებული აი გულძმარ ვაქია ხო 16 იანვარზე ჩვენებურად დიახ იმიტომ რომ ძველი ახალი წელი მოდის მე ხო 14 სხვაშორის ვერც გავამტყუნებ მეც ახლა ძალიან მიყვარს საცივი არის შედევრი ნამდვილად ვერც მივაკუთვნებ კერძებს და იმებს თან ჩვენი არ არის წარმოვიდგინე რანიჭერი ხალხი ვართ რომ როგორც მაგალითად ხინკალიც ხო შემოსული კულტურაა მაგრამ იმ ხალხმა ვინ შემოვიტანა ჩვენთან ეს მომთაბარული გზით ხინკალი ნუ აი ჩვეულებრივი კერძი იყო რა ჩქარჩქარი ნუ ესაკონლი ხალხის ის იყო რა კერძი და ჩვენ გადავამუშავეთ და აი შედევრებად ვაქციეთ ხინკალი არის საოცრად და საცივის საერთოდ აი მწვერვალების ზემოთ დგას რა და ნუ ერთხელ ჭამთ ხო იცი იმიტომ რომ საცივი არის ყველაზე გემრიელი რაც კაცობრიობა შეუქმნია მაგრამ ყველაზე საშიში იმიტომ რომ ზედიზე სამჯერო შეჭამა შენ აფეთქე და აი ბომბი რო გადაყლება პატარა ბომბი ესე ხო და ნუ ერთხელ ნუ ჩვენთან ის ართულებს მდგომარეობას რომ ახალი წელი ორჯერ გვაქვს და ნუ ხო ის ყველაფერი ორჯერ და წვალება რა ხო წვალება ახალი წლები მოდის ეს გამოთქვა მარტო ჩვენ ხო იმიტომ ყველგან ახალი წელი ერთია და ჩვენთან მრავალია ახალი წლები მოდის ყველგან ახალი წელი მოდის ხო ნიუია ბატონო და რასაპირებ ახალი წლები მოდის და რასაპირებ ახალზე ამას ვაპირებ ძანჯვა წვალი ყველაზე მაგარი ყო ერთხელ ხო ეს მიყვარს ხომ აი პირველი ამას სიჩუმეროა და სიმშვიდე იმიტომ რომ თბილისში ხო შეუძლებელია აი გადაადგილება მე სპეხი დავდივარ კი იცი და აი ეს ტროტუარებზეც მანქანები ჯიპები დი აი ყველგან ქუჩაში ტროტუარებზე სახლებზე აი ყველგან საწავიდე ჟურნალისტმა შეაფასა სხვა შორის 2014 წელი შავი ჯიპის წლად ხო აი როგორ შეაფასებდით 2015 წელს აი რამდენიმე სიტყვაში რომ შეგეძლოთ მე როგორ წელს როგორ ჯოჯოხეთ აი შეუძლებელია მე ხო იცი აი აღმოჩი რატომ იხარია საზოგადოებრივ რომ მიწევს ხომ წასვლა რომ ჟანგბადი ისუთ გვაქვს ჟანგბადი აღა ყდებით რა ამოუწყდით აი 1 იანვარს და 2 იანვარს ეგ არის რომ ცოტა სიწნარი ეს ხალხი საკრება და ცოტა მიფენილია და ის ერთხელ შემხვდა მოდიში რა პარე დავთო ლადო ბურდული ხო იცი ლადო ბურდული გადასარევი ადამიანი ირაკლი ჩარკვანო მეფე დაირქვა იმ დღეებში შემხვდა მაშინ და მითხრა რომ ეგ თუ მეფეა მაშინ იმპერატორი ყოფილა და მე იმის მერ იმპერატორს ვეძახი შემხვდა მოკლედ იმპერატორი ლადო ბურდული ეს იყო 3 თუ 4 რიცხვი ახალ წლების დღეებში მეთქი რაკეტი ლადო მეთქი როგორ შეხვდი ხო ეკითხებიან ხო და ადო მითხრა რომ ისო არ გამახსენა აი უმძიმესი ახალი რა იყო მეთქი და რომელი ახალი წელი იყო იცი თუ გახსოვს ერთ ახალ წელს მოხდა არ ვიცი ვინ მოიფიქრა საცივი გააკეთეს ის უზარმაზარი რაღაც აი გრანდიოზული საცივი და ცელოფანის პარკები დაურიგეს ხალხს 31-ში ასეთი შემთხვევა ვინ მოიფიქრა არ ვიცი ხაჭაპური კიდე გამიგიხა დააჭერდა ცელოფანის პარკები საცივი და
რატომ მითხარო? ხო იცი, იმაში ვიყებდიო რა სახალხო ზეიმში მონაწილეობას და თავიდანო პაპსა ვიკებიყავდათ რა, ხო იცი, გეგმავს ხო იცი იმის გემოვნება როგორია უნდა. 12 და იმ პირველი სულ პაპსა ვიკებდით. მეო როგორც კლასიკოსი და მე სამისთვის, აი სადღაც 3:30-ისთვის დავიწყეთ მაშინ რუსთაველზე უკრავ. დავკრავდა, რომ დავიწყე, მაგ დროს ხალხი ისეთი მთვრალი იყო, რომ აი პირველივე აკორდებზე, პირველი საცივი რომ აღარ გაჩერდნენ დილამდე. არც მე არ გავჩერდი, აი სულ ამოტუტყნული დავუბრუნდი საცივი, ცელოპა მთვრალი ხალხი თუ. მუსიკა ახსენე საინტერესოა ამ ჩვენი ქართული ახალი წლის ესეთ საინტერესო ნაწილი და მთავარი ნაწილი ახალი წლის არის თქვა ტელევიზორი და ტელევიზორიდან ასე ვთქვათ ის დადგმული საახალწლო შოუ, ხო? და მუსიკა. პრინციპში რომ დააკვირდა ყოველწელს ერთ და იგივე ტრიალებს, ხო? ერთ და იგივე ესთეტიკა, ერთ და იგივე ესთეტიკა, ერთი და იგივე რაღაც გაუაზრებელი სიმღერები, აი რატო ტრიალებთ ერთ წრეზე თუნდაც აი ამ სფეროში თქვა, გართობა რასაც გვია საახალწლო. ნუ ახ გასაგებია რატომ იმიტომ ალბათ ძირითადად ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე გემოვნება აქვს და ერთი და იგივე პრობლემები აქვს და ერთი და იგივე წვალება მოაქვს ქართული ხალხის ჩვეულებრივი ახსნა ხამას განსაკუთრებული არა. რაღაცა სიახლის შეიძლება მაინც ძალიან იჭერხი, მე მგონი რომ ძალიან იჭერხი ხალხი ვარ ბევრ ამაში. ბევრ ამაში კი ყველაფერში, მაგრამ იქ არ ხდება ამ ჩვენი ნიჭის გამოყენება, იმიტომ რომ საახალწლოდ ამას ვინც მოკლედ ვისაც აქვს ჩაგდებული იქ სულ ესეთი ხალხი ხდება რომ ფილტრაცია ჭირდება. ასეთი გემოვნების ხალხი, ნუ მაგაზე არის დარდობა, ხო სუადვილია, გადართავა, გამოვხდე, წამოწე კი ჩემს ამოვიღებ ხოლმე წიგნებს რა, ქვეყნის საშუალებები. კი, ნუ მეც მემართება რომ ერთი რეგიონს უსმენ, მაგალითად ლელონის იმას რა ქვია, ვორიზოვა. ჩვენი საუნდტრეკი არის საახალწლო ეგ. ჩემთვის ხო, მე მგონი, ხო, ყველაზე დაკვირვებული ვარ ყოველ ახალწელს მოსმენელი მაქვს რა. ხო და რა ვიცი ხა იმ რა ეშველება იმ არ ვიცი ეს მე არ მეხება რა ხო გესმით სულად პირიქით არ მინდა რომ სულად გამიგოს ხალხს უხარია და ეს მე ხა ჩემს სებდიანობას ვერავის ვერ მოვახვი გაიხარო რამდენიც უნდა დასასრულისკენ მივდივართ სიუჟეტში ვნახეთ ამ მარტო არ დასასრულისკენ მივდივართ და ეს წიგნი მოგვიტანა დათომ ეს თურქულად ნათარგმნი გურჯი ხათუნი და მოკლედ გითხარი და დავასრულოთ კი ბატონო ეს ესე იგი არის ხო გურჯი ხათუნი ჩემი წიგნი გამოვიდა თურქულად და მინდა რომ ესე იგი შემთხვევით არა მაქვს თან რომ მადლობა უთხრა სულ ახალი ამბავია მადლობა უთხრა ესე იგი კარგად არის გამოცემები არა მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ჰარუნ ჩინქეს ესე იგი თურქია ადამიანი რომელიც ისე შეისწავლა ქართული რომ წინვალეთ თარგმნა როგორც თურქები მეუნებიან ესე იგი ორიგინალს ჯობია ისე კარგად თარგმნა ესე იგი ხო გადასარება და მინდა მადლობა უთხრა ძალიან მიხარია ხა ეს არ არის ჩემთვის პირველი წიგნი პირველი ჩემი წიგნი რომელიც სხვა ქვეყანაში გამოდის, მაგრამ თავისთავად ძალიან სასიხარულოა და სხვა შორის დღეს გავიგე კიდე ერთ სასიხარულო ამბავი, ასე რომ კარგად გავაცილებ ძველთას, ესე იგი, ჩემი ბოლო რომანი ტყერის მეფე უკვე თარგმნეს ჰოლანდიურად და ესე იგი, ერთ-ერთ ამსტერდამ გამოცემულობასთან უკვე დადეს დღეს ხელშეკრულებას, დღეს გავიგე და ძალიან გიხარი. ასე რომ ასე წიგნებით გავაცილებ ის ძველ 2015 წელს და წიგნებით შევეგებები. ხო და ორში ხო ბედობა, ყველაზე ესე ყველაზე ყურადღებით ვარ მაინც ორში რომ სულ წიგნები ესე იგი ჯიბეებში წიგნები რომ კბილებში წიგნები რომ ყველგან ხო და ორში ხალხი როგორ ხდება ძირითადად იცი ალბათ შესაბამისად რა წელიწადი აქვს თქო რაღაც წიგნებზე ჩამოვარდა საუბარი ლიტერატურული კუთხით როგორ შეაფასებდით თქვა 2015 წელს ლიტერატურული ხო აი რა ახალი წიგნებით ახალი ავტორებით აღმოჩნდა მე თქვა ახლა პაპატიო რომ ისე არჩი ჯავახაძეს მინდა უთხრა თავიდან წელს ბატონო ვეფხის თავსანი ითარგმნა თავიდან ინგლისურ ენაზე საინტერესო მოვლენა არის ეტისმიც გაუგზავნა ელენემ საჩუქრად ვეფხის თავსანი ვინ თარგმნა ეს ბოლო ვერსია ესე იგი უორდროპერმა დაიწყეს მე-19 საუკუნეში და ესე იგი რამხელა მნიშვნელოვანი მოვლენა არის კი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ძალიან კარგი იქნება ესე იგი არჩი ჯავახაძეს კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი საოცარი ადამიანია, ვინც თარგმნა, ესე იგი წარმოგიდგენთ რა შრომა, რომანის თარგმნა ჰოლანდიურ ენაზე. ხო და რაც შეეხება ფესტივალს, მე ძალიან მინდა რომ, ესე იგი, ჩვენ ხო არ ვკითხავ და არ ვკითხავ მე ფესტივალს, სხვებმა მაინც წაიკითხონ. ხო და ამიტომ მინდა რომ, ესე იგი, აი მე რასაც ვფიქრობ, რაც პოეტური საგანძურია ამ ტექსტში, ამ მართლა გენიალურ ნაწარმოებში, ის ძალიან ძნელი გადაცა თავისთავად პოეზიებს რთული სათარგმნია, მაგრამ აი დანარჩენი, აი ფილოსოფიური და სხვა სიბრძნე, რაც ამ ტექსტშია ის მაინც ანუ აკადემიური გამოცემები რო იყოს თქვა ენაზე ამის მომხრეც ვარ ანუ ჩვენ რო ეს წიგნი დანარჩენ სამყაროს მივაწოდოთ ჩვენს მიმართ დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლა როგორც ყველა ჩინეთი საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა ეს იყო ქვეყანა საიდან ევროპა მაგალითად საზრდოობდა მთელი რიგი ხო ის ფაიფური და 1000 რაღაცით ანუ რაღაც სხვა ფასეულობებთან იყო დაკავშირებული მას შემდეგ რაც ლაოძი და კონფუცი მაგალითად გახდა ნაცნობი და ახლობელი დანარჩენ მსოფლიოს
რადიკალურად სხვა ხალხია მართვის ჩინელი. ასევე არის ეს პერსპექტივა წინ გასაღები ვეფხისტყაოსი. კი, ჩვენი ქვეყნის გასაღები ერთ-ერთი მთავარი არის. თუ ამას მოვახერხეთ, რომ სხვა ხალხს ჩვენ მაგის წამკითხვები არ გვიდა წამკითხვა. თუ მოვახერხეთ, რომ სხვა ხალხმა მაინც აიკითხა ეს წიგნი, მე გაგვაგებინონ სხვა აუცილებლად შეიძლება ჩვენს უნდა და სულ სხვა ხალხი გავხდებით, სულ სხვა ქვეყანა დიდი მადლობა, დიდი სულ მადლობა. ახალი წელი იქნება. უბიზო რეჟიმში გადავდივართ და წავთ ვეფხისტყაოსი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ეს ხანშოች ბევრი სტუდია ამბავი მოხდა 2015 წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ამბავი მოხდა, ანუ ჩვენ სიამოვნებაში ახალს არაფერს არ ვაკეთებთ, ჩვენ ძველ ისტორიულ სახლში ვბრუნდებით, ჩვენ ვართ ძველი უძველესი ევროპული იბერული ცივილიზაცია და იქ ვბრუნდებით სადაც ძველი სახლა საუკუნის მანძილზე ხელს გვიშლიდა ხანვინდა. ბოლოს ნუ რუსეთის იმპერიამ ვიცი 200 წელი არ გვაცდიდა ამას და ყველას დიდი მადლობა. ვახტანგ გორგასიდან დაწყებული, ვაჟაპშევით დამთავრებული, ვინც ამ გზაზე იდგა და ვინც იმისთვის იწვანა, რომ ჩვენ ესე ეს დიდი ნაბიჯი წელს გადაგვედგა ევროპისკენ, ანუ სახში დაბრუნებისკენ. განსაკუთრებით ხალხს იქ სულ აპარატია, რომ რეფორმები გავაკეთეთ, ეს ის დავალებები მოგვწეს, ეს შევასრულოთ ასე და მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მეტად რის გამოც ესე იგი ჩვენ ეს გაგვიმარტივეს და ეს ესე ცოტა დაჩქარდა ეს პროცესი, არის ჩვენი ბიჭები, რომლებიც ჩვენ ჯარისკაცები, რომლებიც სხვადასხვა აი თავისი ყოველგვარი პათეტიკის და ყოველგვარი ლირიზმის გარეშე თავისი სიცოცხლის ფასად ესე იგი ჩვენ გვიმარტივებენ გვიყვალავენ ამ გზას სახლისკენ მიმოვაკეს ნამდვილად ასია და იმ ხალხს ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნის. ძალიან გამიგზელდა რა. დიდი მადლობა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ჩვენი სტუმარი იყო დათო ტურაშვილი, მწერალი.